მეტ ნაკლებად ეგეთი ადამიანი ვარ, რომ ერთნაირი დღეები ქონდა. ეხლა არც ერთი დღე აღარ არის ერთნაირი. გამარჯობა, მე ვარ თაზო დათუნაშვილი, წარმოვადგენ ლელოს ძლიერი საქართველო. ლელო იყო და ეხლა გახდა ძლიერი საქართველო. ვარ არჩეული პოლიტსაბჭოს წევრი ამ პარტიის. პოლიტიკა თავიდანვე მაინტერესებდა, მაგრამ ეგ გაწყვეტილება არ მქონდა. მიღებული უბრალოდ აი ამ მომენტში მივიღე, როცა აი აქ ის უბედურება მოხდა. შიგნით გავრილოვი ჩაჯდა და აქ ის მოხდა, რაც მოხდა. ჩვენი პარტია არის ესეთი ცენტრისტული პარტია, ანუ გვაქვს რაღაცა ესეთი ზომიერი სოციალური მიდგომები, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის პრივილეგიის, რა ვიცი, კონსტიტუციურობის, ასე შემდეგ. ვძვით იმისთვის, რომ საშუალო ფენა შევქმნათ ამ ქვეყანაში. აი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებდი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფერი გაჩერებულია. ვერ გეტყვი, რომ კომფორტში ვარ, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი 37 წლის ასაკში, რომელიც მეგონა რომ აი რაც მინდოდა, ეხლა იმას ვაკეთებ და კარგად არის ყველაფერი. ვერაფერი მაგას ვერ ვაკეთებ. ბევრი დისკომფორტია ხოლმე. და პირდაპირ ვიტყვი რომ ხო რა, არ ვიყავი. მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ არ ვიყავი ამ ჟანრის დიდი მოყვარული და აღმოჩნდა რომ ეს ჟანრი რაღაც ძალიან ისეთი ბუნებრივი ამბავია. თუ მოხვდები, შიგნით გწურვას სწავლობ. სანამ ამ საქმეს დავიწყებდი, ვიყავი რაღაცა ტოპ მენეჯერი კერძო სექტორში და საერთოდ არავითარ გარდა იმისა, რომ ეს ამბავი ნასწავლი მაქვს თავის დროზე საფრანგეთში. არ მქონია შეხება, ზუსტად მახსოვს აი რაღაცა წუთებად მახსოვს, ეს მოხდა აი აქ. და ეგ იყო 2019 წლის 20 ივნისი, ან 19 ან 20 ივნისი. ეგ იყო მომენტი, როცა მივხვდი და ჯერ კიდევ მუშაობდი აი ამ რაღაცა ძალიან დიდ კერძო კომპანიაში და ჩემი აქ მოსვლა არ იყო მარტივი ამბავი.